მოგესალმებით. გადავიდეთ მეხუთე თავის განხილვაზე წიგნი აწმყოს ძალა. და დღეს ვისაუბრებთ აწმყოში ყოფნის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ესეთი სათაურით არის, პირდაპირ ესე იწყება მეხუთე თავი. შემდეგ არის ლოდინის ეზოთერიული მნიშვნელობა, ლოდინი, რას ნიშნავს ლოდინი და სილამაზე თქვენი ყოფნის მდგომარეობაში ჩნდება, არის ესეთი თავი. შეეცადეთ სუფთა ცნობიერების რეალიზებას, ცნობიერებაზეა აქ საუბარი, რა თქმა უნდა, და ძირითადად კიდევ რას თავებია, ქრისტე თქვენი ღვთიური აწმყოს რეალობა. შემდეგ მოდის ეს თავი და ახლა დავიწყოთ ნელ-ნელა კითხვა და განხილვა. რაც შეეხება აწმყოში ყოფნის მდგომარეობას, ესეთი შეკითხვა არის დასმული. განუწყვეტნით ვსაუბრობთ აწმყოში ყოფნაზე, როგორც ყველაფრის გასაღებზე. რა თქმა უნდა, ახლა 4 თავი ვსაუბრობთ უკვე ამაზე და მთლიანად ეს წიგნიც ამაზეა, რა თქმა უნდა. და განუწყვეტნით ვსაუბრობთ აწმყოში ყოფნაზე, როგორც ყველაფრის გასაღებზე. ინტელექტუალურ დონეზე მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ მგონება არასოდეს გამომიცდია. მაინტერესებს ის არის, რაც მგონია თუ სხვა რამეა. ხო, მართლაც საინტერესო კითხვაა და პასუხიც საინტერესოა, რა თქმა უნდა, თუმცა პასუხობს, რომ გონებით აწმყოში ყოფნა რას ნიშნავს, ეს ვერ გამოიხატება. გონებით ვერ გაიგებთ ამასო. თქვენ აწმყოში, როდესაც იმყოფებით, ამ დროს გონებიდან გასულები ხართ, ამიტომ როგორც ასეთი, რომ გონებით ავხსნათ ეს რა არის, ამას ვერ მიხვდებით, მაგრამ გააკეთეთ გვთავაზობთ ერთ პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეთო და ჯექითო მშვიდათო და აგიკითხავთ ახლა ამას დახუჭეთ თვალებიო. მე შემდგომში სხვათა შორის ბევრი აქვს ისეთი მედიტაციას ვერ დავარქვით, ტექნიკების სახით ახლა ამას ჩვენ ქოუჩები ტექნიკებს ვეძახით. ბევრი ესეთი რაღაცები აქვს, მე-6 თავიდან უკვე თანდათან ეს პრაქტიკაშიც განვახორციელოთ ერთად, რა თქმა უნდა. და აი რას გეუბნება, დახუჭეთ თვალები და გაიფიქრეთ. ნეტავ, რა იქნება ჩემი მორიგი აზრი. და სხვათა შორის მე გავაკეთე, ეცადეთ აბა თქვენც გააკეთეთ, როგორ გამოგივათ, დახუჭეთ თვალები, შედით თქვენს შინაგანში და ჩაუღრმავდეთ თქვენ შინაგანს და თქვით, ნეტავ რა იქნება ჩემი შემდეგი აზრი. მაგრამ ამ დროს ხედავთ, რომ აი აქაც არის თვითონაც ამბობს ეს კითხვა, ვინც დასვა, რომ მეო არაფერი ველოდებოდიო ჩემს აზრსო. და მე აქვს განმარტება გაკეთებული, აბა რაკენითო მიიღეთო ეს როგორ გამოგივიდათ ეს ექსპერიმენტიო და საკმაო ხანს ველოდე, სანამ გამოძრებოდა ფიქრიო. ანუ ეს საკმაო ხანი მერწმუნეთ არ არის დიდი ხანი, ეს შეიძლება რამოდენიმე წამი გრძელდებოდა და აქ აქვს ესეთი განმარტება გაკეთებული, რომ ნახეთ, დიახ ასია, აწმყოში ინტენსიურად ყოფნისას ფიქრისგან ხდები თავისუფალი. მშვიდად ხარ, მაგრამ ამავე დროს ყურადღებითაც. ანუ ნახეთ რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და რას გავუსვა ხაზი. რომ ამ დროს ესე იგი ჩვენი ყურადღება ჩემ შემთხვევაში ასე იყო, ყურადღება გადავიტანე, რა თქმა უნდა, ლოდინზე და შეიძლება სულ რამოდენიმე წამი და ამ დროს მართლა რეალურად ფიქრი შემოვიდა. და ის პატარა წამები შეიძლება ზოგ შემთხვევაში წუთებით გაგრძელდეს, მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვარჯიში უნდა და თვითონ ავტორიც ამას აღნიშნავს, ის რაღაცა წამები იყო ზუსტად ამ გაცნობიერების წამები. და როდესაც ამას მე ხშირად გააკეთებთ, აი ასე დაკვირვებას, ხო? უკვე მივხვდებით, რომ ეს არისო გასხივოსნების მდგომარეობაო. რამოდენიმე წამი, ეს დიდხანს არ გრძელდება, ეხლა ბევრი შეიძლება ესეთი რაღაცები თქვენ გქონიათო ძალიან ხშირადო ცხოვრებაში, უბრალოდ არ ვიცით რა იყო და ვერ გავაცნობიერეთ. აი სწორედ როდესაც აი წამში, როცა აწმყოში ხარ, ეს ის წამებიაო. და ეხლა რა თქმა უნდა, ვინც გასხივოსნებული ადამიანები არიან, ისინი ახერხებენ, რომ ხანგრძლივად იყვნენ ამ მდგომარეობაში. კიდე რაზეა აქ ლაპარაკი? იმის, ხო, აწმყოში ყოფნის ხარისხის შესამოწმებლად ძენის მასწავლებლებიო უკნიდან
მიეპარნებოდნენ მოწაფეებს და ჯოხს ურტყამდნენ. შოკი იყო, თუ სტუდენტი ყურადღება დაძაბული მთლიანად აწმყოში იყო, თუ წელში მოხილს სანათი უნათებდა. ესე იგი, იმათთვის თუ აწმყოში იყო გაცნობიერებულ მდგომარეობაში, ხო უკვე მოეპარება ადამიანი და ასე ჯოხით ჩაარტყავს, რა თქმა უნდა, შოკს მიიღებდა, ხო? და ამას გვეუბნება. ნახეთ აქ რას ამბობს, როგორც ქრისტე ამბობს, აწმყოში ყოფნის შესახებ. უკნიდან მოახლოებულ მასწავლებელს ამჩნევდა, აჩერებდა, ან გვერდზე იწეოდა, მაგრამ თუ ჯოხს ვერ აიცილებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ფიქრებში იყო ჩაფლული, ანუ არა აწმყოში, არამედ შეუცნებელ მდგომარეობაში ყოფებოდა. ეს არ არის რთული. ესე იგი, როდესაც შენ ფიქრები გაგიტაცებს და ფიქრებში ხარ ჩართული, შეიძლება ადამიანი ოთახში შემოვიდეს და ეს დარწმუნებული ვარ, ახლა ყველა ცხოვრებაში ყოფილა, შემოვიდეს, გავიდეს, რაღაცა მოხდეს ისე, რომ საერთოდ ვერც გაიგოთ. ანუ რაღაცა, რა ვიცი, შეიძლება გეძახდეს კიდე ცვიმე და ვერ მიიღე, იმდენად ღრმად ხარ და როდესაც გაცნობიერებულ მდგომარეობაში ხარ და ესე იგი უკიდან მოგეპარებაო და ჯოხს ჩაარტყავდაო და ხდებოდა ამითიო. აი ამითი აკეთებდა იმას, რამდენად იყვნენ მისი მოწაფეები აწმყო დროში იმყოფებოდნენ და ეს ძალიან ადვილად შეგიძლიათ თქვენს დააკვირდეთ ხოლმე თქვენს თავს. იმისთვის რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში აწმყოში ყოფნა შეძლოთ, საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გონება, რომელიც წარმოუდგენელი ინერციით მუშაობს, ადიდებულ მდინარესავით გაგითხრევთ და თან გაგიყურებთ. ხო. ეს აქაც ახალი, რა თქმა უნდა, არაფერია. აქ სიახლე არაფერია, რა თქმა უნდა, მუდმივად ხართ გონების და ფიქრების ტყვე, რო იტყვიან. რას გულისხმობთ საკუთარ თავში ჩაღრმავებაში? ესეც ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ კი, ვიცით რომ საკუთარ თავში ჩაუღრმავდი, აი ხლა მედიტაციების დროსაც, როდესაც მედიტაციებს ვაკეთებთ, ან მუშაობთ რაღაცნაირად ადამიანებთან და ყველა ეს აკეთებს, გეუბნება რომ აი დაჯექი მშვიდად და მოეწყვეთ მშვიდ გარემოში, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და რას ნიშნავს ეს საკუთარ თავში ჩაღრმავება? რამდენადაც შესაძლებელია ამის სიტყვებით გადმოცემა, გადმოსცემს ავტორი, თუმცა ეს შეგრძნებებია უფრო. მე ყოველთვის შეგრძნებებს უკავშირებ, იმიტომ რომ ამის რაღაცნაირად საუბარი ამაზე და აი ამ როგორც ეხლა სიყვარული რა არისო ადამიანმა კითხოს და ვერ ახსნი, ხო სიყვარული როგორ უნდა ახსნა, ან როგორ უნდა ახსნა რაიმეს გემო და ახლობით კი რაღაცნაირად, მაგრამ ზუსტი გადმოცემა არ იქნება ამისი. საკუთარ სხეულში ბინადრობას ნიშნავსო. საკუთარ თავში ჩაღრმავება. ანუ ავტორი ამბობს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ საკუთარ სხეულში. იმიტომ რომ სხეულსაც კი ვერ ვაცნობიერებთ. შემდეგში კიდევ უფრო ფართოდ შლის ამ თემასაც. ანუ სხეულს ვერ ვაცნობიერებთ. ძირითადად სუფიქრებით და გონებით ცხოვრობთ რა. და მართლაც ესეა რომ დაუკვირდეთ, ხო? როდესაც შენ სხეულში ბრუნდები, მაგრამ ნახეთ აქ ლაპარაკი არის არა ჩვეულებრივ ფიზიკურ სხეულზე, არამედ შენს შინაგან სხეულსო. და ესეც საინტერესოა აქვს ახსნილი. ახსნით ამას აუცილებლად, მანამდე კი ნახეთ რა აქვს აქ გაკეთებული ლოდინის ეზოთერული მნიშვნელობა, ესეთი დასათაურებაა. წეგან შევეხეთ რა არის ეს ლოდინი, ხო? ლოდინი როგორც ასეთი, აი როდესაც შეკითხვა იყო დასმული ესეთი რომ რა იქნება პასუხი იყო გაცემული კითხვაზე და უთხრა რომ აი ცოტა ხანი გაჩერდით და შეკითხეთ თქვენ თავსო რა იქნება შემდეგში ჩემი ფიქრო აი მაგ დროს რო ლოდინის რეჟიმი ჩაერთო მივხვდით ეს ჩვენ ველოდებოდით რა ფიქრი შემოდიოდა გაცნობიერებული იყო ის წამები მაგრამ ლოდინის რეჟიმი იყო ჩართული აწმყოში ყოფნა გარკვეულწილად ლოდინს ნიშნავს. მაგრამ ნახეთ, აქაც ლოდინი და მოლოდინი განსხვავდება ერთმანეთისგან, განასხვავებს ერთმანეთისგან. იესო ლოდინის ანალოგიას იყენებს თავის იგავებში.
ეს ჩვეულებრივი მოსაწყენი და მოულოდნელი აი ესეთი მოსაწყენი და ველოდებით რაღაცას და ბეზრდება, ეს არ არის ეს ლოდინიო. ეს არც ის მოლოდინია, რომლის დროსაც ყურადღება მომავლის კონკრეტულ წერტილზეა მიმართული, რომელშიც აწმყო არასასურველ დაბრკოლება და სასურველის მიღებაში ხელშეშლილ ფაქტორად აღიქმება. არსებობს თვისობრივად განსხვავებული ლოდინიც, რომელიც მთელ ყურადღებას ითხოვს. ნებისმიერ წუთს შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს და სწორედ აი იესოს იგავები აქ მოყავს მაგალითად, რომ ნახეთ, ეხლა წავიკითხავ აუცილებლად, გვეუბნება ხო, რომ აწმყოზე უნდა მივაპყროთ ყურადღება, ოცნებებისთვის, ფიქრისთვის, გახსენებისთვის, მოლოდინისთვის აღარაფერი აღარ დაგრჩება თუ აწმყოში არ დავრჩებითო და აი მივიდეთ ეხლა იქამდე, რომელიც ციტატა აქ აღებული. იესო ამბობს: იყავით იმ მსახურივით, რომელიც თავისი ბატონის დაბრუნებას ელის. სხვადასხვა სხვადასხვანაირად განმარტავენ, მაგრამ აქ ავტორი ამბობს, რომ ამის აზრსო თავიდანვე ვერ ჩაწუდგდენო და არასწორად არის გადმოცემული. რა თქმა უნდა, ეს მისი მოსაზრებაა და ნებისმიერ ჩვენთაგან შეგვიძლია ან დავეთანხმოთ, ან არ დავეთანხმოთ, იმიტომ რომ განმარტებას ზოგადად ბიბლიაში და მოყვანილი აი ამ ყველა წინადადებას სხვადასხვანაირად განმარტავენ, ხო? თვითონ რელიგიაშიც კი სხვადასხვა რელიგიები სხვანაირად განმარტავენ, კათოლიკები სხვანაირად, ქრისტიანებს ამაზე კიდე იქ რა ვიცი 1000 განმარტებები აქვს და ეს ამბობს, რომ აი სწორედ ამ აწმყოს მდგომარეობაზე და გაცნობიერებაზე არის ეს იგავიო, რომ იყავით იმ მსახურივით, რომელიც თავისი ბატონის დაბრუნებას ელის. მსახურმა არ იცის, რომელ საათზე მოვა ბატონი, ამიტომ ფხიზლობს. ყურადღებით არის. შვიდი და წყნარია, რათა ბატონის მოსვლა არ გამოეპაროს. და მერე მოყავს აი ეს ქალწულები რომ არიან, სხვა ისიგავი, 5 დაუდევარი ქალის ამბავი, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ზეთი ჭრაქის ასანთებად, რის გამოც საქმროს მოსვლას ვერ ამჩნევენ და საქორწინო ნადიმზე ვერ მიდიან. და ამ შემთხვევაში საქორწინო ნადიმი ეს არის გასხივოსნება, ასე განმარტავს და ზეთი ჭრაქის ასანთებად ამასე ამბობს, რომ ეს არის აწმყო მდგომარეობაში ყოფნა. ანუ თუ ადამიანი არ იქნება აწმყო მდგომარეობაში, ვერ გასხივოსნდება და იმიტომ არის რომ ეს იგავი დაწერილიო. ეს 5 ქალი კიდევ არის ხო განსხვავება იმაში, სხვა მეორე ის აქვს, სხვა ბრძენი ხუთეულისგან განსხვავდება, რომელთაც ზეთი ჰქონდათ, ხო, მათ ზეთი ეს არის ცნობიერება. ამ იგავების მნიშვნელობა თვით სახარების დამწერებსაც არ ესმოდათო და სხვანაირი ინტერპრეტაციით მოგვაწოდესო და ჩვენ არასწორად გვაქვს განმარტებაო, ეს უკვე ვთქვი. ანუ ეს იგავები არ არის სამყაროს დასასრულზე გაკეთებული, ეს არის გაცნობიერებაზე, იმიტომ რომ ნახეთ რას ამბობს ჩვენი სულიერი მასწავლებელი ტოლეზე მაგ ამ შემთხვევაში საუბარი, რომ მეორედ მოსვლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტე დაბრუნდება სხვა სხეულში თუნდაც ან იგივე სხეულში ან რაღაცა მოვა და აი ეს არ არისო, ეს გვეუბნება, რომ გამოღვიძებას, გაცნობიერებას ნიშნავს. თუ ადამიანები, როდესაც გააცნობიერებენ საკუთარ თავს, აი სწორედ მაშინ დაიწყებაო მეორედ მოსვლა. ნუ ამას ესეთი განმარტება აქვს ყოველ შემთხვევაში რა. აი ხა ზუსტი ციტირება რო გავაკეთო, რო არ შევიდეთ შეცდომაში, რომ ჩემი აღქმა გითხარით, მე როგორც გავიგე და ნუ გავიმეორებ და წავიკითხავ. ნახე ესე იგი, ეს იგავები სამყაროს დასასრულზე არ არის. ისინი ფსიქოლოგიური დროის დასასრულზეა, ანუ ფსიქოლოგიური დრო, როდესაც დასრულდება. ისინი ეგოზე ორიენტირებული გონების ტრანსცენდენტულობასა და იმ შესაძლებლობაზე მიგვანიშნებს, რომელთა წყალობითაც ადამიანს ცნობიერების სრულად სხვა მდგომარეობაში ცხოვრება შეუძლია. ანუ გაცნობიერებულ მდგომარეობაში, სხვა ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, გულისხმობს ამ შემთხვევაში, როგორც სწორად მივხვდი. არ ვიცი, ახლა ყველა თქვენი ის გაქვთ აზრი. მერე არის ესეთის დასათაურება, სილამაზე თქვენი ყოფნის მდუმარებაში ჩნდება.
და აქ რაზე აქვს იცი საუბარი? როდესაც ჩვენ რაიმე სილამაზ მაგალითად ბუნებაში, ავიღოთ ბუნება და უყურებთ ან ხეს, ან მცენარეს, ან ყვავილს, ჩვენ როდესაც უყურებთ, ჩვენ მის სილამაზეს ვერ ვაცნობიერებთ. შეიძლება რაღაც მომენტში აღქმა მოხდეს ამ სილამაზისო, გვეუბნება, მაგრამ გაცნობიერებულად არ ხდება, გაცნობიერებულად ხდება, როგორ გიხსნის იცით, გაცნობიერება სილამაზის აღქმის ხდება რამოდენიმე წამის განმავლობაში და მერე უკვე რასაც ვხედავთო, ის უკვე წარსულის ანარეკლიაო, ანუ როგორ დავინახეთ რაღაცა, კარგად რო აქვს და შევხედეთ, მოგვეწონა და აი იმ წამებში უკვე აწმყოში ვართ. აღვფრთოვანდით ხო რაღაცა დედა რა სასწაულია და სილამაზ და მე უკვე ხო ვაკვირდები და რეალურად მართლა ესია, აი რო დავაკვირდი ხო, მართლა ესია. ძალიან აი შეგიძლიათ თქვენც დააკვირდეთ თქვენს თავს, ან როდესაც გახვალთ, ან ეხლაც რა ვიცი, რაღაცა ლამაზი საგანს, როცა უცებ განცვიფრებული ხარ და მე უკვე იმ სილამაზეს არა გაცნობიერებულად აღიქვავ, არამედ აი უკვე რო ეს შოკირებით რომ მივიღეთ რა მომდი ბჭყალებში ესე ვთქვათ რომ მარტივენაზე ავხსნა, აი უკვე იმ წარსულით ის ხო უკვე წარსულად დარჩა მეორე წუთი და მეორე წამი უკვე მომავალი წამი და ის რაც ავართ ახლა ის წინა წამი უკვე წარსული იყო, ხო? ასე რომ ნახეთ კიდე ხო და აი ამ მომენტს ამ რაღაც წამებს, რომელშიც უკვე გაცნობიერებულ მდგომარეობაში და აწყობში ვიმყოფებით, ძენის ოსტატები ამას სატორს ეძახიან და სატორი უпростоრად. და ეს არის გონების აწმყოში სრულად როდესაც გონება არ არის ხო აწმყოში, ნუ ახლა აბას აღარ გავჩერდები ამაზე. ანუ სატორი არის ის მდგომარეობა, როდესაც გონება არ იმყოფება აწმყოში. არ იმყოფება აწმყოში. და აი ამ აწმყოში მდგომარეობაში ყოფნასა და შემდეგ უკვე ფიქრები რო შემოედინება ამ მდგომარეობას შორის ძალიან პატარა ნაპრალიაო გაჩენილი. ძალიან პატარა ნაპრალიაო ეს გვეუბნება და სად ვართ ახლა? მაგრამ ნუ მაინც ეს ნაპრალი ისეთ შეგაგრძნებინებთ, რომ ისეთ რაღაცას შეგრძნოთ ამ დროს, რომ ეს ამას ეწოდება ამ მდგომარეობაში ყოფნას გასხივოსნების გემოს გაგაგებინებთო. ისეთი შეგრძნებაო. ანუ ეს სილამაზე ან სიწმინდე სულ რამოდენიმე წამით არსებობდა მაშინ, როდესაც სრულად იყავით აწმყოში. ნუ ეხლა ამას აღარ წავიკითხავ, უფრო მერჩევია ზოგიერთი რამე ჩემი სიტყვებით გადმოგცეთ, როგორც მე გავიგე. ხო, რაც უფრო ფართოა დროის ნაპრალი აღქმასა და ფიქრს შორის, რაზეც ახლა ვისაუბრე, თქვენთვის როგორც ადამიანისთვის ის უფრო ღრმაა. ანუ რეალობას მეტად აცნობიერებთ. ბევრი ადამიანი იმდენადაა მოქცეული საკუთარი გონების ტყვეობაში, რომ მისთვის ბუნების სილამაზე რეალურად არ არსებობს. შეიძლება თქვან, ნუ აქ როგორ არის, იცით, ახლა ბევრი ვარ ვიკითხოთ. ადამიანებმა შეიძლება თქვან, ნუ ამაზე ვისაუბრე, რა ლამაზია, მაგრამ ეს სილამაზე უკვე ძალიან გონებისმიერი ნათქვამია. მე ვაფასებთ უკვე გონებით შეფასებას ვაკეთებთ რა. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ხო? იარლიყებზე, შეფასებებზე, ფორმებზე, სხვათა შორის მე ფორმებზე საუბრობ და ძალიან საინტერესოა. ანუ რა ლამაზია და უკვე ვიძახით გონებით, ეს უკვე გონების და აზრის და იმის შედეგია და არა უკვე აწმყოში ყოფნის და რა ქვია იმას გაცნობიერების, ხო? ხო, და კიდე აქ ამბობს ასევე იმას, რომ აი მაგალითად დაახლოებით რა, ნუ აღარ წავიკითხავ ამას, გეტყვით, რომ ჩვენ აი ვინც იყვნენ ეს ნამდვილი გენიოსები შედევრებს რო ქმნიდნენ მხატვრობაში, თუნდაც მუსიკაში, ისინი გონებით არ აკეთებდნენ ამათ, სწორედ იმიტომ არის სწორედაც ეს რაღაცა სასწაული და განუმეორებელი, აი ყავს, ხო? მე პირადად ფიროსმანი გამახსენდა, ანუ შეიძლება აი ადამიანი ეხლა უკვე ესეთი რაღაცები იშვიათად ხდება.
თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეხლაც არიან ესეთი ადამიანები, მაგრამ ეხლა ქმნიან გონებით ნამუშევრებს, ხო, ხატვა იქნება ეს თუ რაც იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეხლაც იქნებიან ესეთი ადამიანები სხვათა შორის, ვინც გასულია გონების მიღმა და უბრალოდ ხატავს, უბრალოდ წერს, უბრალოდ ქმნის, შედევს, მაგრამ არც კი იცის, აი, ბევრს ვთქვი, არ ვიცი როგორ მოხდა. მე ამაზე არ მიფიქრია. აი, გაიხსენეთ, რამდენჯერ გსმენიათ ეს მე ხელოვანი ადამიანისგან, მე ამაზე არ მიფიქრია, ის თვითონ დაიწერა. ანუ ლექს მე არ წერ ლექსი თვითონ წერს. ანუ არ ვიცი, აი მართლაც რომ აი რაღაცები არის, რომელიც ჩვენი გონების მიღმაა, უბრალოდ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ და რამდენადაც შესაძლებელია ამის გაცნობიერება არ ვიცი, თუმცა ერთეულებისთვის კი არის შესაძლებელი, მაგრამ მე ვარ აი ძალიან ღრმად ამ წიგნში შესული თავიდან ბოლომდე სულით და ნახოთ. შეეცადეთ სუფთა ცნობიერების რეალიზებას. არის თუ არა აწმყოში ყოფნა და ყოფიერება ერთი და იგივე? ეს არის კითხვა. როდესაც ყოფიერებას აცნობიერებთ, ის თავის გაცნობიერებას იწყებს. თვითონ ყოფიერება იწყებს თავის გაცნობიერებას. როდესაც ის საკუთარ თავს აცნობიერებს, ანუ ყოფიერება როდესაც აცნობიერებს საკუთარ თავს, ეს არის უკვე აწმყოში ყოფნა. ამის ეხა იწყება უბრალოდ აწმყოში ყოფნა. იმის გამო, რომ არსებობა, ცნობიერება და სიცოცხლე სინონიმებია, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აწმყოში ყოფნა ცნობიერების მიერ საკუთარი თავის შეცნობას ან სიცოცხლის მიერ თავის გაცნობიერებას ნიშნავს. მაგრამ სიტყვებს ნუ მიეჯაჭვებით და ნუც მათ გაგებას შეეცდებით. არაფრის გაგება არაა საჭირო, სანამ აწმყოში ყოფნას ვერ შეძლებთ. ნუ პრინციპში ძალიან რთული გასაგებიც არის და ვერც გავიგებთ ხო ამას. შემდეგ რაზეა ლაპარაკი? შემდეგ აქ კითხვა არის ესეთი, რომ თქვენი ნათქვამიდან უნდა დავასკვნათ, რომ ყოფიერება ეს არის უმაღლესი ტრანსცენდენტალური რეალობა, ჯერ დაუსრულებელია და რომის განვითარების პროცესს გადის. ნუ თუ ღმერთს პირადი განვითარებისთვის დრო სჭირდება და პასუხობს დიახ, მაგრამ თუ ამას ხილული სამყაროს თვალსაზრისით შევხედავთო. ბიბლიაში ღმერთი ამბობს, მე ვარ ალფა და ომეგა, ის ვინც არის, ვინც იყო, ვინც მოდის, ყოვლის მპრობელი. ხო, აი ესაც ძალიან საინტერესოა და ყურადღებას გავამახვილებ ამაზეც. გამოცხადებაში არის, ხო, ეს ვინც არის, ვინც იყო და ვინც იქნება და ვინც მოდის ყოვლის მპრობელი. იმ საბრძანისში, რომელშიც არ არის დრო, რომელიც ღმერთის სავანე და თქვენი სახლია, დასაწყისი და დასასრული არ არსებობს, ანუ დრო არ არსებობს. ყველაფრის არსი, რაც ოდესმე ყოფილა და რაც ამიერიდან იქნება, მარადიულად არსებობს ერთობისა და სრულყოფის არაგაცხადებულ მდგომარეობაში. ეს იმის მიღმა, რასაც ადამიანის გონება წარმოიდგენს ან ჩასწვდება ჩვენს სამყაროში, ნუ ფაქტიურად ახლა ღმერთიც გონების მიღმა, რწმენა ხო გონების მიღმა, აქ არაფერი არ არის ესეთი უცნაური, ხო რო ვთქვათ. ანუ გონება ბევრ რამეს ვერ წვდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის რწმენა და ასეთი ახსნას მოუძებნი, ნუ ფაქტურად აი ესე შეგვიძლია აღვიქვათ ეს ყველაფერი. ყველაფერ არსებულს აქვს ყოფიერება. ღვთიური არსი, გარკვეული დონის ცნობიერება. თვითქვასაც კი აქვს ჩანასახოვანი ცნობიერება. სხვა შემთხვევაში არ იარსებებდა, რადგან მისი ატომები და მოლეკულები გაიფანტებოდნენ. ყველაფერი ცოცხალია, მზე, დედამიწა, პლანეტები, ცხოველები და ადამიანები. ყველაფერი ცნობიერის გამოხატულებაა, განსხვავებული ხარისხითა და სხვადასხვა ფორმით. აქ უკვე ფორმებს ახსენებს, მართლაც განსხვავებული. ანუ იდეაში ყველა ვართ ერთიანია, ყველაფერი ერთია, ანუ ამის შესახებ სხვებისგანაც ბევრჯერ გსმენიათ, ახლა მარტო ტოლი არ ლაპარაკობს ამის შესახებ. მაგრამ
ამას ჩვენ გონებით ვერ აღვქვათ. გონება ანაწევებს ყველაფერს. გონება არქმევს სახელებს, გონება არქმევს ფორმებს. აი ისევე როგორც ჩვენ ადამიანებს, აი ფიზიკურ სხეულში რო ვართ მოსული, რთული გასაგებად რო ეხა მე და შენ ერთი ვართ, ხო? ეს მთლიანობა, ერთიანობა, ერთია ეს სამყარო, მაგრამ აი როგორც პატარა მოლეკულები, პატარა ატომები, აი ესე არის იმ ერთიან სხეულში, რასაც მე დავარქმევდი ღვთიურს, ხო? ღვთიური გონი, აი არ ვიცი, ყველას თავისი ისია, ის ექნება ასოციაცია, შეგიძლიათ რაც გინდათ ის დაარქვათ, უბრალოდ მართლა, აი მართლა ის გულწრფელად ვამბობ, მაგრამ აი რაღაცა ჩვენ ვართ ის ნაწილები რა. არა მარტო ჩვენ ადამიანები, არამედ ყველაფერი, იმიტომ არის რომ ბევრ სწავლებებში ცხოველებზე აღარ მინდა ვილაპარაკო, რა ცხოველი რა თქმა უნდა იმდენად რკინეული თემაა ჩემთვის, აი ცხოველებს ვართ არ აგდებენ და არაფერს არ მიაჩნდნენ. კი ბატონო, ახლა ისინი ისეთი გონიერები არიან, როგორც ჩვენ, თუმცა ძაღლები მე ბევრი სულ მყავს და სულ გონიცა აქვს და სიყვარული მათ რო შეუძლიათ, არ ვიცი, შეიძლება ადამიანს არ შეეძლოს, მაგრამ აი მცენარეები, რატო ვესაუბრებით მცენარეებს, ოდესაც მცენარეს მოვლა უყვარს, ლაპარაკი, საუბარი, მოფერება და ნუ რა ვიცი, ეს სითბო და კარგი ენერგიები, ხო? ანუ აი აქ არის ეს ზუსტად რომ ერთია, ყველაფერი სამყარო ერთია, უბრალოდ ეს პატარა-პატარა მოლეკულები ვართ და ჩვენ დავარქვით ამას სახელები, თუმცა ახლა ადამიანები გონიერები ვართ და გავხოდებით ყველა დანარჩენისგან. ამას არ მინდა რომ ვინმე ისე გაიგოს, რომ მე ახლა ერთი და იგივე ვართ. არა, ერთიანობა სხვა ერთიანობაზე ვისაუბრებ. სამყარო ჩნდება მაშინ, როდესაც ცნობიერება გარკვეულ მოხაზულებებსა და ფორმებს იძენს, ნუ რაზეც ვისაუბრე ახლა. აზრისა და მატერიის ფორმებს. შეხედეთ ამ პლანეტაზე არსებულ მილიონობით ფორმას, ზღვაში, ხმელეთზე, ჰაერში. სიცოცხლის ეს ყოველი ფორმა მილიონჯერაა დუბლირებული. რა მიზნით? აი აქ უკვე საკითხავია რა მიზნით. ეს ახლა იძახის რომ ლილა, ხო იცით, ინდოელების თამაში. ანუ ჩვენ გვეთამაშებიანო რა ინდოელებმა თქვეს რომ ამ კითხვებს სვამდნენ ინდოეთის უძველესი ბრძენკაცები. ვინ გვეთამაშება, ან რამე ხომ არ გვეთამაშება. ისინი ამ სამყაროს ერთგვარად დილად ღვთიურ თამაშად მიირჩევენ. ხო, აი ესია. ეხლა მოდი ესენი ყველაფერი არ გვინდა, მე უკვე ბევრი ვილაპარაკე. თუნდაც ამაზე, აი კიდე ცნობიერება ფორმებში ინიღბება მანამ, სანამ იმდენად კომპლექსური არ გახდება, რომ ის მათში ჩაიკარგება. თანამედროვე ადამიანში ცნობიერება მთლიანად გაიგივებულია ამ ნიღაბთან. იგი საკუთარ თავს მხოლოდ ფორმის სახით იცნობს და ამიტომ თავისი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ფორმის განადგურების შიშით ცხოვრობს. ხო. წეღან ხო თქვი რომ ადამიანს სხეულით არა, გონებით სხეულს არ ვაქცევთ ყურადღებას, არ ვაქცევთ, მართლა ესია. ის ჩვენ ახლა მაკიაჟს რო გავიკეთებთ და ვარჯიშობთ, ეს არ იგულისხმება. შინაგან სხეულზე აქ ლაპარაკი და არა გარეგან სხეულზე და აქ გვეუბნება რომ ჩვენ ვიცნობთ ხო, აი მე ვარ ესა და ეს იდენტიფიკაციები მაქვს, ესეთია ჩემი სხეული, ესა ვარ რა. ახლა და სინამდვილეში ჩვენი შინაგანი სხეული სულ სხვა რამეა და ეს ძალიან მომწონს აი ეს გაცნობიერება, რომ ჩვენ მარტო გარეგანი სხეული ხო არა ვართ. ნუ ფაქტობრივად იცით რა არის, ჩვენ ხო ვიძახით ხოლმე ჩვენ თავარი სულია. არ ვიცი ხა რა დავარქვათ ამას, რაზე აქვს საუბარი. ანუ სული, ჩვენ სულს ვეძახით ხო რელიგიური ადამიანები უფრო. ნუ გავაგრძელებ ახლა. ნიღბებთან ვაიგივებთ თავს, ნიღაბია ჩვენი სხეული ელემენტარულად. ანუ ადამიანი რომ დავინახავ და იმას შეფასებას უკეთებ, იმას საერთოდ არ იცის ამ სიამდვილეში ჩვენ ვინ ვართ. და ასევე ჩვენ რომ შევაფასოთ სხვა, იმიტომ არ გვაქვს ხო ამის უფლება ვიღაცაზე რაღაცა სიტყვი და ამ დროს მის შიგნით რა ხდება, საერთოდ აზრზე არა ვართ. უბრალოდ ჩვენი აღქმით რაღაცას ვხედავთ, ფიზიკურ სხეულს ვხედავთ, რაღაცას მის საუბარს, ფიქრებს, აზრებს და ამ დროს ის სხვა ვიღაცა საინტერესოა ძალიან. გავაგრძელოთ.
იგი საკუთარ თავს მხოლოდ ფორმის სახით იცნობს და ამიტომ თავისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფორმის განადგურების შიშით ცხოვრობს. ეს ეგოტური გონების კარნახით ხდება, რომელშიც სერიოზული ანომალია ყალიბდება. თითქოს ევოლუციის გზაზე რაღაც არასწორად წარიმართა, მაგრამ ესეც ლილას ღვთიური თამაშის ნაწილია. ტანჯვის წნეხი, რომელსაც ეს ანომალია ქმნის, აიძულებს ცნობიერს ფორმას გამოეყოს. ის მას ზმანების ფორმაში ყოფნისგან აფხიზლებს. ის თვითცნობიერებას იბრუნებს, მაგრამ გაცილებით უფრო სიღრმისეულ დონეზე, ვიდრე მისი დაკარგვის დროს იყო. ამ პროცესს ხსნის იესო, ხშირად მოყავს იესოს და ბუდას სწავლებებიდან მოყავს კიდევ ციტატები ხოლმე და რაღაც პატარ-პატარა ამონარიდები. უძღები შვილის იგავს იხსენებს აქ, რომელშიც შვილი მამისეულის სახლიდან მიდის, მის სიმდიდრეს ფლანგავს, ღატაკდება და ბოლოს ტანჯულში ბრუნდება. უკან დაბრუნებული კი მამას უწინდილზე მეტად უყვარს. ვაჟის მდგომარეობა თითქოს იგივეა, რაც მანამდე, მაგრამ ამავე დროს არც ის არის. ანუ იგივეა, ხა ფიზიკურად შეიძლება იგივე იყო და შეხედავ იგივეა, მაგრამ აბსოლუტურად შეცვლილი ცნობიერებით დაბრუნდა ის ბიჭი და სულაც არ არის იგივე. ახლა ხომ ხვდებით აწყოში ყოფნის და გონებაზე დამკვირვებლის სიღრმისეულ და ვრცელ მნიშვნელოვნებას. როდესაც გონებას აკვირდებით, ცნობიერი გონების ფორმებიდან გამოვყავთ და მერე ის იქცევა იმად, რასაც ჩვენ დამკვირვებელს ან მოწმეს ვუწოდებთ. ფორმის მიღმიერი წმინდა ცნობიერება ძლიერდება, გონების კონსტრუქციები კი სუსტდება. გონებაზე დაკვირვებაზე მსჯელობისას იმ მოვლენის პერსონალიზაციას ვახდენთ, რომელიც ნამდვილად კოსმოსური მნიშვნელობისაა. თქვენი ცნობიერება ფორმასთან გაიგივების ზმანებიდან ფხიზლდება და ფორმას გამოეყოფა. ეს არის აწყოში ყოფნა და გაცნობიერებაო. ეხლა, როდესაც გონება ფიზიკურ და მენტალურ ფორმებთან გაიგივებისაგან განთავისუფლდება, იქცევა იმად, რასაც შეიძლება წმინდა ან გასხივოსნებული ცნობიერება, ან აწყოში ყოფნა ვუწოდოთ. ეს რამოდენიმე ინდივიდის შემთხვევაში უკვე მოხდა და როგორც ჩანს, კვლავაც მოხდება, მაგრამ არ ვიცი თუ გარანტია არ აქვს მოხდება თუ არ მოხდებაო. ესო. ანუ აწყოში ყოფნა იგივე გასხივოსნებაა. ბევრი ვისაუბრეთ და მე მგონია რომ ძალიან ესე მარტივად ხსნით ამ ყველაფერს. ადამიანთა უმეტესობას საკუთარი გონებისგან სულის მოთქმის საშუალება მაშინ გაეძლევა, როცა დროდადრო ცნობიერების იმ დონეზე ეშვება, რომელიც აზრთა ზღურბს ცდება. ეს ყოველ ღამით ხდება ძილის დროს. ხო, ნუ აი ცნობიერება, გონება როდის ითიშება, როდის არის სხვა დონეზე ასული ცნობიერება. ძილის დროს, როცა გონება ფაქტურად ხო, მაგ დროს ხდება, სექსის დროს, ნარკოტიკის დროს, შეიძლება ალკოჰოლის დროსაც, მაგრამ ეს რომლებსაც ადამიანები, ხო, დიდი რაოდენობით როცა მოიხმარეთ ამ ალკოჰოლს და იმას ნარკოტიკს. ადამიანის გონება მერე უკვე უფრო საშინელი მდგომარეობაში ვარდება, აი ხო რაღაცა პატარა ექსტაზი ეძახიან, გათიშვა ხო გონებიდან, მაგრამ ესეც ძალიან ცოტა ხნით და მე რომ ბრუნდება უკვე ფიზიკურ მდგომარეობაში, 10 მაგათ 100 მაგათ საშინელ მდგომარეობაში ვარდება ადამიანი. ასე რომ აი ეს არანაირი სტიმულატორი არ არის საჭირო. არაფერი არ არის იმისთვის საჭირო. უბრალოდ თქვენს შიგნით ჩაიხედეთო, შიგნითო, თქვენ შინაგან სხეულს, თქვენი შინაგანი სხეული შეისწავლეთ, დაუკვირდით, მოусმინეთ, გააცნობიერეთ, აი თავარი ეს არის. სხვათა შორის შინაგან სხეულთან კავშირის დამყარება შესაძლებელია, პატარ-პატარა პერიოდით, რა თქმა უნდა. კიდე ცნობიერების იმ დონეზე დაბრუნება, რომელიც გონების ქვედა საფეხურზე და ჩვენი შორეული წინაპრების, ხო აი ამ დროს ჩადიან ცხოველების და მცენარეების კიდე ქვემოთ საფეხურზე ჩადიან, ხო, რაღაც ექსტაზიდან რო გამოდიან მერე საშინელება. აზროვნების წინაზე დონეზე ამ დონეზე გადასვლას ის ნიშნავს იმას, რომ გამოსავალი აღარ არის.
უკან დასაბრუნებელი გზა არ გვაქვს. თუ ადამიანის მოდგმის გადარჩენა სურს, შემდეგ თუ ადამიანებს სურთ როგორ გადარჩენონ, შემდეგ საფეხურზე უნდა ავიდეს. ცნობიერება სამყაროში მილიონობით ფორმაში განიცდის ევოლუციას. თუ ამას ჩვენ ვერ მოვახერხებთ, კოსმოსის მასშტაბებისთვის ამას მნიშვნელობა არ ექნება. ცნობიერება არასოდეს არაფერს კარგავს. ის უბრალოდ თავის თავს რაღაც სხვა ფორმით გამოხატავს, ის რომ მე აქ ვდგავარ და ამაზე ვლაპარაკობ, თქვენ კი მისმენთ ამ ჩემს ნააზრევს კითხულობთ, იმას მოწმობს, რომ პლანეტაზე ახალ ცნობიერება იყიდებს ფეხს. სხვათა შორის ეს ხო, ნამდვილად ესია, ეხლა ვისაც აინტერესებს ეს თემები, ოდნავ მაინც მოусმენს, ეხლა ჩემს ვიდეოზე არა მაქვს საუბარი, ეხლა კითხულობს, ან უსმენს ეს მსგავს თემებს და მსგავს ტიპის პოდკასტებს, რაღაცებს. რა თქმა უნდა, ის ცნობიერების სხვა დონეზე გადასვლაზეა ლაპარაკი, თორე ძალიან ბევრი ადამიანი, ეხლა მე რასაც ვსაუბრობ, ამ წუთში, ეხლა ეს ჩემი ნაზრები არ არის, რა თქმა უნდა, წიგს განვიხილავ, ამ წიგს 100 წელი არ აიღებს ხელში, ბევრი, თითქმის, რა ვიცი, რამდენი პროცენტი თქვა, არ ვიცი, მაგრამ უმრავლესობა და თუ რომცა იყოს, თუ დაინტერესდება და აიღებს, ან მოусმენს ჩემას, რას ბოდავს შეიძლება თქვას, შეიძლება ვიღაცა, მაგრამ ვინც მოკიდებს ხელს, შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოს დასაწყისში, მაგრამ თუ მსგავს ტიპის ლიტერატურა აინტერესებს, აი ეს მოსაზრებები, მიმდინარეობები, ყველაფერი მაშინ რა თქმა უნდა ნელ-ნელა ის აბსოლუტურად ცნობიერებს ვერ ვიტყოდი რომ გასხლოსდება, არ ვიცი, მე არ ვიცი, მაგრამ ცნობიერების სხვა დონეზე ნამდვილად გადადის ეს ადამიანი. ვინც ახლა ამას უსმენს, აშკარად ცნობიერების სხვა დონეზეა. ქრისტე თქვენი ღვთიური აწმყოს რეალობა. ეხლა ესეთი დასათაურებაა. ნუ მიეჯაჭვებით რომელიმე ერთ სიტყვას. შეგიძლიათ აწმყოს ნაცვლად ქრისტე თქვათ. თუ ეს უფრო მრავლის წეგან რო ვთქვი მე, ხო, შეიძლება სულიც იყოს ჩვენი ეს გაცნობიერებული მდგომარეობა. ქრისტე თქვათ, თუ ეს უფრო მრავლის მეტყველია თქვენთვის. ქრისტე თქვენი ღმერთი, არსია, თქვენი მეა, როგორც მას აღმოსავლეთში უწოდებენ. ქრისტესა და აწმყოში ყოფნას შორის განსხვავება ისაა, რომ ქრისტე თქვენს ღვთაებრივ არსს ნიშნავს, მას, რომელიც თავდაპირველად მოგეცათ, იმის მიუხედავად, აცნობიერებთ თუ არა ამას. აწმყოში ყოფნა კი თქვენ გამოღვიძებულ ღვთიურობას, თქვენს ღვთიურ არსს ნიშნავს. ანუ ჩვენ მოგვეცა ეს ღვთიური არსი, მაგრამ მერე დავიძინეთ. ხო, აქ რას გვეუბნება? აი ამას წაკითხავთ აუცილებლად. ქრისტეს შესახებ მრავალ ცდარ წარმოდგენასა და გაუგებრობას უმალ ნათელი მოეფინება, როგორც კი გააცნობიერებთ, რომ ქრისტეში არ არის არც წარსული და არც მომავალი. ხო, ნამდვილად ესია, ჩემი აზრით, იმის თქმა, რომ ქრისტე იყო ან იქნება არალოგიკურია, იესო იყო, კი ბატონო, ის გახდათ კაცი, რომელიც 2000 წლის წინ ცხოვრობდა, მან თავისი ღვთიური არსებობა ნამდვილი ბუნება გააცნობიერა და თქვა, სანამ აბრაამი იყო, მანამ მე ვარ. აი, ნახეთ რა, აი ეხლა ჩავწვდი მე ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. ეხლა ამ წუთას არა, რა თქმა უნდა, წიგს რო კითხულობდი, პირველად როცა წავიკითხე, გაოგნებული კითხულობდი, რომ აი ეს რაღაც ახლიდან გაგიმეორებთ პატარა იმას. სანამ აბრაამი იყო, მანამ მე ვარ. ესე იგი, კი არ ლაპარაკობს იმ დროში, რომ მე ვიყავი, არა, იმიტომ რომ დრო არ არის, დრო არ არსებობს ფაქტიურად, ხო, ბევრი ვისაუბრეთ ამაზე. ფსიქოლოგიური დრო შევქმნით. არ არსებობს რა დრო. ჩვენ უბრალოდ დავაწესეთ ეს დრო. დრო გჭირდება. მე იმას კი არ გამოვეცხავ, ამ გადაკეთებინა. რა თქმა უნდა, ნახეთ. მას არ უთქვამს მე მანამდე ვარსებობდი, სანამ აბრაამი დაიბადებოდაო. ასე რომ მეთქვა, ამით თავის არსებობას დროის განზომილებაში გადაიტანდა და თავს ფორმასთან დაიგივებდა. სიტყვები მე ვარ მიუთითებს, ეს უსწრებს წარსულ დროში დგომის ზნა, ხო, რა თქმა უნდა და არ არის მე ვარ, ეს უსწრებს ერთი წამით თავისი ხო მიუთითებს რადიკალურ ძვრას და წვეტაზე დროის განზომილებაში. ეს დიდი სიბრძნის მატარებელი ძენის მსგავსი სენტენცია. იესო შეეცადა აწმყოში ყოფნის თვითრეალიზაციის ძალა
პირდაპირ გადმოეცა და არა დისკურსული აზრით. იგი გავიდა ცნობიერების იმ განზომილების საზღვრებიდან, რომლებშიც დრო ბატონობს და შევიდა სამყაროში, სადაც დრო არ არის. ამ სამყაროში მარადიულობის განზომილება შემოვიდა. მარადიულობა არა დროის უსასრულობას, არამედ დროის არარსებობას ნიშნავს. ის კაცი იესო ქრისტედ წმინდა ცნობიერების ჭურჭლად იქცა. ხო. ქრისტედ იქცა იესო. იესო იყო კაცი. ეს ეხლა ამარტივია ყველასთვის და ყველა მიცით და წმინდა ცნობიერების ჭურჭლად გადაიქცა. და რას ამბობს ღმერთი საკუთარ თავზე ბიბლიაში? მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები. არა, ასე თქმა წარსულსა და აწმყოს გაჩენის ტოლფასი იქნებოდა. ასე ხომ არ ამბობს? ღმერთმა თქვა, ის ვარ, ვინც ვარ. და არ უთქვა, რომ ვიყავი, ვარ და ვიქნებიო. ხო, აი ეს საინტერესოა. აქ მეორედ მოსვლაზე ამბობს, წეღან უკვე გესაუბრეთ იმაზე, რომ მეორედ მოსვლა ადამიანის ცნობიერების ტრანსფორმაცია იგულისხმება მეორედ მოსვლაში, დროიდან ყოფიერებაში გადასვლაში, ფიქრიდან წმინდა ცნობიერებაში გადასვლას ნიშნავს და არა რომელიმე კაცის ან ქალის მოვლინებასო, სხვადასხვა გარეგნული ფორმები, რა თქმა უნდა, არ არის აქ რამდენი დარჩა? ხო, გარეგნულ ფორმებს არ გულისხმობს და აი ასე, ჩემო კარგებო, ეხლა ნახეთ ბოლოს რა წავიკითხოთ ესეც, ქრისტეს პერსონალიზაციას ნუ შეეცდებით. ნუ მისცემთ მას ფორმით იდენტობას. ავატარი, ღვთიური დედა, გასხივოსნებული მასწავლებელი, ისინი ნამდვილად არსებობენ და ისინი განსაკუთრებული პიროვნებები არიან. მათ არ გააჩნიათ ყალბი მე, რომელსაც ძალას შესძენენ, დაიცავენ და გამოკვებავენ, რის გამოც ისინი უფრო უბრალოები და ჩვეულებრივები არიან, ვიდრე ჩვეულებრივი ქალები და მამაკაცები. ნებისმიერი ძლიერი ეგოს მქონე ადამიანები მათ უმნიშვნელოდ მიიჩნევს, ან უფრო სწორად ვერ შეამჩნევს. ოხ ეს ეგო, რას გვიშვება? სურვილები, ამპარტავნობაც, თუნდაც არა, ამპარტავნობაა სურვილები, ამპარტავნობაა ეს ყველაფერი, აბა რა არის, ძალიან დამაფიქრებელი წიგნია. თუ თქვენ გასხივოსნებული მასწავლებლები გიზიდავთ იმის გამო, რომ თქვენში უკვე საკმარისად არის აწმყოში ყოფნა, რომელიც მას, ანუ ამ ყოფნაზეა ლაპარაკი, სხვებში ამოიცნობს. ანუ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, რაც მოგწონს სხვაში ჩვენ აი ეს პრინციპია, რა ჩვენ რას მოგწონს სხვაში ჩათვალეთ, რომ ის თქვენშია, უბრალოდ შეიძლება გაუცნობიერებელი არის ის თქვენში და ის რესურსიც კი გაქვთ, რომ გააცნობიეროთ და აქაც ანუ თუ თქვენ გიზიდავთ ეს ადამიანების სულიერი მასწავლებლები, ეს არის ჩვენში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენც აი ამ აწმყოში ყოფნა არის ჩვენ დროს უბრალოდ ვერ ვაცნობიერებთ, უნდა გავაცნობიეროთ. ხო, სიბნელე ნათელს ვერ ცნობს, მხოლოდ ნათელი ცნობს ნათელს. ნუ დაიჯერებთ, რომ ნათელი თქვენს მიღმა და რომ ის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფორმით ვლინდება. თუ თქვენი მასწავლებელი ღმერთის ინკარნაცია, თქვენ ვინ ხართ? ნებისმიერი განსაკუთრებულობა ფორმასთან გაიგივება კი ეგოს არსებობას ნიშნავს. ხო, რაც უნდა კარგად იყოს შენერვული. გამოიყენეთ თქვენი მოძღვრის აწმყოში არსებობა იმისთვის, რომ მან თქვენი იდენტობა აირეკლოს და გასცდეს სახელისა და ფორმის ფარგლებს, რათა უფრო ძლიერად შეძლოთ აწმყოში ყოფნა. მალე მიხვდებით, რომ არსებობა ჩემსა და შენს არ იცნობს, არსებობა ერთია. ანუ ამ არსებობაზეც ვილაპარაკეთ. ხო, აი ეს იყო მეხუთე თავი. მე მგონი ძალიან საინტერესო იყო, არ ვიცი მე როგორ გადმოვეცი და როგორ ახსენი, მაგრამ აი კითხეთ თქვენც და მე მგონი დაინტერესდებოდეთ ისედაც ამდენი ხანი და შეიძლება კითხულობთ კიდეც. ეხლა მინდა გთხოვოთ კიდევ ყველა ვიდეოს ბოლოს ალბათ ვიტყვი ამას, რომ გავაქტიუროთ გვერდი და თქვენი ლაიქები მჭირდება. ანუ ვინც უსმენთ დაალაიქეთ. ძალიან მარტივია, გამოიწერეთ და დაალაიქეთ. ეხლა ამ ეტაპზე არ არის, რა თქმა უნდა, ბევრი მსმენელი, მაგრამ მოვა დრო, რომ ადამიანები
ძალიან ხო, ნუ მოვადრო და ეს შეიძლება მე არ მომისმინო სხვაგან წაიკითხოს არც ეს არის პრობლემა. თუმცა მე მინდა რომ გააქტიურდეს ჩემი გვერდი და რაღაცა мотиваცია უფრო მეტი მექნება. მაგრამ იმასაც გეტყვით რომ ეხლაც მაქვს мотиваცია წერ ერთმაც რომ მოусმინოს ისიც კარგია. კარგი თავა, დაგემშვიდობებით და შემდეგ ჩანაწერამდე.